ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ სამოქალაქო აქტივისტი და გარემოს დაცვითი ორგანიზაცია ეკოს დამფუძნებელი პედაგოგი ცხადია ირმა გორდელაძე მოგესალმებით მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხარ ირმა. პირველ შემთხვევაში მინდა შევეხოთ ჩვენს ეთერში ახლახანს გასულ რეპორტაჟს სოფელ ფამფალეთიდან სადაც ადამიანები ითხოვენ ხელისუფლებისგან დროულგიერ და მყისიერ სასწრაფო დახმარებას რადგან იქაურობარი მეწყერ საშიში ზონა მოგეხსენება. ისინი ამბობენ რომ სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან. თქვენ რას გვეტყოდით? აი თქვენი მიმართულებიდან, გარემოს დაცვიდან, ეკოლოგიის მიმართულებით, რამდენად სერიოზულია ეს საფრთხე და რამდენად რთულია ის პერიმეტრი და ის მხარე, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ, გულისხმობ მთისპირი ასკანა ფამფალეთს ამ შემთხვევაში. დიახ, თამთა მე ვნახე ეს სიუჟეტი. უბრალოდ მე არ მქონდა ინფორმაცია ამის შესახებ და მოსახლეობას ჩემთვის არ უცნობებია, თორემ მე აუცილებლად მივიდოდი და გავეცნობოდი სიტუაციას და ასევე ვეცდებოდი დაკვალიანებას, მაგრამ რა თქმა უნდა მე მივალ ამ დღეებში და ვნახავ რა სიტუაცია და რითი შემეძლება დახმარება. მე მინდა გითხრათ, რომ ზოგადად მაღალმთიან სოფლებში არა მარტო გურიაში, საქართველოს მასშტაბით მეწყერული პროცესები არის გააქტიურებული. რაც ყოველთვის იყო, მაგრამ დაჩქარებულია, იმიტომ რომ უკავშირდება კლიმატურ ცვლილებებს. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად, ესე ვთქვათ, ხდება უკვე საშიში პროცესები, რომელიც ფალმა დაგვიფაროს, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ფატალურად სრულდება და ამის მაგალითი ჩვენ შაშანწი მქონდა გურიაშიც, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ხამ სიუჟეტის მიხედვით მცოცავი გზა, ანუ მეწყერული ზონა და იქვე არის მოსახლეობა. მინდა გითხრათ, რომ აქ რა თქმა უნდა აუცილებელია გეოლოგების შარევა, აუცილებელია დასკვნების გაკეთება და თუ რამდენად საშიშროების ქვეშ არის თითოეული მოსახლე. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ წვიმების შემდეგ ეს ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია და ყოველთვის ძლიერი წვიმების შემდეგ ხდება, ესე ვთქვათ, მეწყერული პროცესის განვითარება და წინ გაზაფხული გვაქვს. წინ გაზაფხული გვაქვს და გაზაფხული ცნობილია როგორც წყალმოვარდნებით, ღვარცოფებით. არის ღვარცოფული მოვლენები იწვევს სწორედ აი ფერდობებზე, მაღალმთიან სოფლებში აი ამ ესე ვთქვათ მეწყერულ პროცესებს. ამიტომ აუცილებელი არის აქ გეოლოგების ესე ვთქვათ ჩამოსვლა, კვლევის გაკეთება და რომელი ოჯახიც არის საშიშროების ზონაში, აუცილებლად უნდა იქნენ დროებით ესე ვთქვათ გასახლებული იმ ტერიტორიიდან. ეხლა ვის ევალება ეს? ეს ევალება ეროვნულ სააგენტოს და ეროვნულ სააგენტოს ეს ინფორმაცია მოსახლეობასთან ერთად უნდა მიაწოდოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ. იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ტერიტორიაზე ხდება ეს ყველაფერი. ასევე მინდა გითხრათ, რომ სიუჟეტში ვნახე, რომ გზაზე მძიმე სატვირთოები გადაადგილდებიან, კარიერი იქნება თუ ხესი იქნება და როგორც გაირკვა, შენგან გავიგე თამთა, რომ ამ სატვირთოებმა შეწყვიტეს, ესე ვთქვათ, მოძრაობა, რადგან მათვისაც საშიშრო და ჰესის კომპანიის მხრიდან შეწყვეტილია გითხრას ჩვენი. თუმცა სატვირთო ავტომობილები მოსახლეობის თქმით კვლავ გადაადგილდებიან. ხო, ეხლა ადგილზე მივალ აუცილებლად ვნახავ, რომელი კომპანია ეს კარიერია თუ რომელი კომპანია ეს მძიმე სატვირთოები გადაადგილდებიან და ზოგადად სწორედ ის თემაა, რასაც 3 წლის წინ ვამბობდით, რომ აუცილებელი ამ სატვირთოების აწონვა, სასწორების დადგმა, ყველა საკითხი მოგვარებული იყო, მაგრამ არ დაიდგა, იმიტომ რომ ეს ესე ვთქვათ კორუფციული გარიგების სქემის ერთ-ერთი ნაწილია, არანაირად არ შეიძლება იმაზე მეტი, ესე ვთქვათ, ტვირთის დადება ამ სატვირთოებზე, რაც რეკომენდირებულია საქართველოს კანონმდებლობის კანონს ვინასრულებს ჩვენს ქვეყანაში. ეხლა მოსახლეობა არის დიდი საშიშროების ქვეშ. იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ესეთი პროცესებია გარემოს დაცვისთვის და ესეთი პროცესებისთვის ვერ მივიცლით, სანამ ტრაგედია არ ხდება. რა ტრაგედია არ მოხდა 2 წლის წინ და აუცილებლად ყურადსაღებია ახლა უკვე ამ მოსახლეობის მდგომარეობა, მათი სახლები, როგორც თქვით, რომ კარს და პანჯარას ვერ ხურავენ, იმიტომ რომ ანუ დიახ
დიახ, მე ყოველთვის ამას ვედავებოდი ხოლმე ნებისმიერი კარიერის, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელებს, რომ შემოვლითი გზა გაეკეთებინათ და მოსახლეობაში არ ყოფილიყო ამ მძიმე სატვირთოების მოძრაობა. აი მაგალითად სუფსიდან და გინდა რაც ხდება დღეს მდინარე ნატანებზე, გინდა მდინარე სუფსაზე, გაანადგურებენ არამარტო ადგილობრივი მნიშვნელობის, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე, ისე განადგურებულს ტოვებენ. მე ესეთი მაგალითი შემიძლია, ეს თვითონ კარიერები და ეხლა რაც შეიძლება თვითმმართველობას, სოფელ ბაილეთის გაგრძელება სოფელში, წინა საარჩევნოდ ჭანიეთურში დააგეს გზა და ბაილეთის გზა გაფუჭდა. ანუ ოქტომბრის შემდეგ 4 თვეა გასული და ის გაბუჭებული დაზიანებული გზა ისე დაზიანებული ამას გავაკეთებთ და ვაკვირდები სპეციალურად როგორ კარიერებიდან ზემძიმე სატვირთოები რო დადიოდა სახოსარი მდგომარეობა ბაილეთის სილაურისკენ გზაზე. ამიტომ ყოველთვის ამას ვეუბნებოდი რომ შემოვლითი გზა იმას ნიშნავს რომ ისედაც მაღალმთიანი სოფელია. ისედაც ზღვასაშიში ადგილებია და იქ რო ზემძიმე სატვირთოები გადაადგილდება განუწყვეტლივ, ესეც რა თქმა უნდა ხელს უწყობს აი ამ მეწყერულ პროცესზე, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით მეწყერული პროცესები გააქტიურდება და განსაკუთრებით გაზაფხულზე, როდესაც იქნება ღვარცობები და მოვარდნები. ამიტომ ამ მოსახლეობას თუ არ მივხედეთ ჩვენ და არ ჩამოვიდა გეოლოგები და არ დადოენ ექსპერტული დასკვნა, რომ რა საშიშროების და რა კატეგორიის, ესე ვთქვათ, არის თითოეული ეს ეზო, ამ გზისპირა ეზო და სახლები, მათ მიიღეს გუშინ დაპირება მერის მოადგილისგან, რომ უახლოეს დღეებში იქნებოდა კომუნიკაცია გეოლოგებთან. როგორი მოლოდინი გაქვთ თქვენ? ან როგორია პრაქტიკა ამ მიმართულებით ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის? როგორ ფიქრობთ, რამდენად გონივრულ დროში მოხდება და რა შეიძლება ველოდოთ? ანუ რამდენად სწრაფად ხდება ხოლმე მსგავსი ადგილების შემოწმება? ნუ იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ ეს ადგილი პრობლემური იყო უკვე ძალიან დიდი ხანია და აქამდე შესაძლებელი იყო და აუცილებელი გეოლოგების ჩართვა, თუმცა ეხლა უკვე არის დაპირება რომ ჩაერთვებიან. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად არის მოლოდინი იმის, რომ ეს ყველაფერი გონივრულად, სწრაფად და ოპერატიულად გაკეთდება? ის რაც მოსახლეობის ინტერესებში. ესე იგი, სხვადასხვა საქართველოს ხელი მოწერილი აქვს გლობალური დათბობის საწინააღმდეგო პრევენციების, ესე ვთქვათ, თავიდან ხო, აცილების, ესე ვთქვათ, საკითხებში და ეს უკვე გლობალურია, მთელი მსოფლიოს ქვეყნები ამაში ჩართული და ეხლა მე არ ვიცი მერია ოზურგეთის მერია რამდენად მიიღებს სწორ რეაგირებას და დროულ რეაგირებას ამასთან დაკავშირებით. ნახოთ ეს დღეებიც მოსულია, უახლოესი დღეებიც, მეც აქტიურად ჩავერთვები ამ პროცესში, რა თქმა უნდა და ყველანაირად ვეცდები რომ ეს ინფორმაცია იყოს, ესე ვთქვათ, მივაწვდით სააგენტოს და შესაბამის ორგანოებს და ამ თემაზე ვიმუშავებ აქტიურად. ნახოთ რა სიზამს ოზურგეთის მერია, ყოველ შემთხვევისათვის მე დიდი იმედები არ მაქვს, იმიტომ რომ გარემოს დაცვითი მიმართულებით და რა საჯარო ინფორმაციებიც მოვითხოვეთ, ბოლო 2 წლის განმავლობაში არც ერთი ინფორმაცია არ მოუციათ, ამიტომ ჩვენთვის უცნობია რა კარიერები იხსნება, რომელი კომპანია ხსნის, რა ხდება ხო, რა ვადით და ის არც წიაღის ეროვნული სააგენტო გვაწვდის ამ ინფორმაციას, არც ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ნებართვის გამცემია ფორმალურად მაინც და ასე რომ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში ვართ. და გამჭირვალობას მე ჩვენ გვედავებიან, როდესაც თვითონ მე არანაირ არ დავიხევ უკან და აბსოლუტურად ესე ვთქვათ, მერის წარმომადგენლები ამ კარიერების წილშია ყველა აბსოლუტურად ყველა არის მეწილე და არიან ამ კორუფციულ ესე ვთქვათ გარიგებებში და ძალიან კარგად ითმობენ ხელს და მე როდესაც რაიმე ტრაგედია მოხდება, ყვითელ ვალინკებს აიცვამენ, ხელში პარკს დაიჭერენ და აი ჩვენ ვებძვით ტრაგედიას და ვებძვით წყალდიდობასო იტყვიან და მეწყერსო იტყვიან. ასაგებია. თქვენს ალბათ მიადევნებთ თვალს როგორც უკვე აღნიშნე ამ პროცესს და ჩვენი ეთერის დასასრულამდე აუცილებლად მინდა შევეხო ცხადია ძალიან მნიშვნელოვან მოვლენებს ჩვენს ქვეყანაში. ახლა აქტუალური თემა არის ტრამპის საკითხი. მისი ინაუგურაცია უკვე მოხდა, შედგა არის მოლოდინები ორივე მხრიდან. როგორია თქვენი პირადი მოლოდინები და თქვენი პირადი პროგნოზი მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტი უკვე არის დონალდ ტრამპი. საქართველოსთან მიმართებაში ცხადია და ამ კონტექსტში.
ჩემო ძვირფასო, ფაქტია რომ 20 იანვრამდე გავძლოთ, 20 იანვრამდე არც პროტესტი გაგრძელდება, ოჯახო დაუცნება. პროტესტი გაგრძელდა და პროტესტი გაგრძელდება. მაგრამ ესე ვთქვათ, ეს თვითმართქვია ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ტერორით და ჰიბრიდული ომით ებრძვის აქტივისტებს, ჟურნალისტებს. იცით რომ გაზარდეს ჯარიმები, 1000 სისულელე კანონი, დრაკონული კანონები შემოიღეს და ამით ცდილობენ ესე ვთქვათ შეგვაშინონ, უკან დაგვახევინონ და ესე ვთქვათ ჩაკლან ეს პროტესტი. და ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ იმის, რომ ტრამპი მოვა, პრეზიდენტ ტრამპი არის ჩვენი კაციო რა, ესე რო იტყვიან, მაგრამ როგორც ჩანს ისე არ აღმოჩნდა, როგორც თვითონ ელოდებიან, სანქციებსაც გულისხმობ. ხოლო ეხლა ფაქტია რომ სალომე ზურაბიშვილი მიწვეული იყო ინაუგურაციაზე, მშვენივრად კარგად და ესე ვთქვათ საქმიან, ესე ვთქვათ წინადადებებს და ურთიერთობებს გააგრძელებს. მე ღრმად მჯერა ერთი რაღაც ის რომ 33 წელია ამერიკის შეერთებული შტატები იხმარება საქართველოს რომ ის აშენდეს და შეიქმნას როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, უამრავი დაფინანსება აქვს. ჩადებული როგორც ესე ვთქვათ ადამიანის უფლებები გარემოს დაცვა იქნება ასევე მუნიციპალიტეტები და ასევე საკრებულოებზე უდიდესი გრანტებია გაცემული ამერიკის მაგას ვერ შეასმინეს ვერაფერი თორე უდიდესი გრანტებია გაცემული და ამიტომ ძალიან დიდი შრომა და დიდი ფინანსები აქვს ჩადებული იმისთვის რომ საქართველოს შემდგარიყო დემოკრატიული ქვეყანა და როდესაც ხედავენ რომ აი ამდენი შრომა მათაც წყალში ჩაეყარათ და საქართველოს დემოკრატიული რელსებიდან გადადის დიქტატორულ და ოლიგარქიულ და რაღაც ძალადობრივ ესე ვთქვათ სახელმწიფო და იქ რაღაც სხვა ქვეყნების ჩინეთის და სხვა ქვეყნების გავლენები იქნება რუსული გავლენები მე ვფიქრობ რომ ეხა დიდი პოლიტოლოგი მე არ გახლავთ მაგრამ ესე ვთქვათ რასაც ვაკვირდები ჩემი გადასახედიდან ვფიქრობ რომ ამას არ დაუშვებს არც ტრამპის ადმინისტრაცია და კიდევ ერთი უნდა გავითვალისწინოთ მარტო ტრამპი და არ არის ამერიკის ასე ვთქვათ სიტყვა და საქმე არის კონგრესი და ასე ვთქვათ რაღაც ესე ვთქვათ ამ ერთიან პოლიტიკას რასაც გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად არ მიიღება და ტრამპი რა სიზამს მაგით ჩემამდერმა იცის გასაგები ძალიან დიდი მადლობა დღეს ჩვენს ეთერში მოსვლისთვის ყოფნისთვის ჩვენ თვალს მივადევნებთ ფანფალეთის პროცესს თან მე აუცილებლად ჩავერთვები ამ პროცესში აუცილებლად ჩავერთვები ამ პროცესში. ბატონო და ჩვენც მაქსიმალურად გავაშუქებთ აქ მიმდინარე მოვლენებს. მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენ საუბრობდით პედაგოგთან, სამოქალაქო აქტივისტთან და გარემოს დაცვითი ორგანიზაცია ეკოს დამფუძნებელთან ირმა გორდელაძესთან